დილა მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და ამ თემასთან დაკავშირებით მინდა მის გავაშკარო 1-2 სიტყვა რა. ეს თემა არის ძალიან საინტერესო თემა დღევანდელ დღეობაში საქართველოში. როდესაც თურქეთმა გადაწყვიტა რომ საქართველოში ჩამოგვისახლოს ესე იგი თურქი გადასახლებული თურქი მესხები თუ თურქი ვინც არიან რა, მესხები არიან თუ ყოველ შემთხვევაში ყოფილი ქართული სისხლის მატარებელი ქართველები და ამასთან დაკავშირებით ატეხილი არის მთელი აჟიოტაჟი საქართველოს მასშტაბით რა. ხო და აქედან გამომდინარე მეც მინდა რომ 1-2 სიტყვა გითხრათ. თუ გახსოვთ მე ჩემს რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ლაივში აგიხსენით რომ საქართველოს ექნებოდა გამოცდა ამ საკითხში, გამოიცდებოდა აუცილებლად ჩამოსახლებებზე და როგორ იმოქმედებდა ქართველი ერი ამას იქნებოდა გამოცდა დაერქმეოდა. ეს არის გამოცდა რა. ბავშვებო, ერთი წუთით გარეთ გადით და გარეთ ითამაშეთ, გთხოვთ რა. აი ხა რაც შეეხება იმას რომ აი ამ ტერიტორიებზე სადაც ასახლებენ თურქებს, ხო? მინდა გითხრათ რომ ეს არ არის თურქების ბრალი მეგობრებო რა. არც ერდოღანის ბრალია და არც არავის ბრალი არ არის რომ ეს სოფლები ცარიელია და სადაც პოტენციალს ხედავენ ახლო ჯოჯოები, მაცხოვრებელი ჯოჯოები, რომ როგორიც არიან რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი ახლო არ არის, მაგრამ ჩინეთიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის მასა შემოედინება. ასევე როგორც შემოედინება უკრაინიდან და ინდოეთიდან დიდი რაოდენობის მასა საქართველოში. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი აქედან გადასახლებული მესხი ქართველები, რომელიც ახლა თურქები არიან, ლაზი ქართველები, რომლებიც ახლა თურქებს ეკუთვნიან, აზერები და სხვადასხვა ინგუშები და ასე შემდეგ რა. ფერეიდნელი ქართველები, მაგალითად ყველანი ის, ვინც აქედან წასულია, აუცილებლად უკან დააბრუნებს მამაზე ციერი რა. მაგრამ საქმე იმაშია რომ გამოცდა რაში აქვთ ახლა ქართველებს, იცით? რაში გვაქვს ქართველებს, იცით? მე პრინციპში უკვე ქართველობიდან გამოვედი, იმიტომ რომ როგორცაც ქართველებს ვხედავ, ისეთი ქართველი მე არ მქვია რა, მე მქვია სხვანაირი ქართველი, მე ვაფშე სხვა ვიღაც ვარ. ხო და აქედან გამომდინარე მოვიხსენიებ ქართველებს, ასე მოგიხსენიებთ ხოლმე. ბავშვებო, ხეს მიშლით ახლა რა. და გეუბნებით იმას, რაც თქვენი მოსაგვარებელი იქნება ახლა. პირველ რიგში რომ აი ნახეთ ასეთი კომენტარი. დაანგრევ დღეზე მაქაურობას დიდი მიწისძვრა, რაც არ უნდა ცოდვას ვიძახდე და მერე მიხვდებიან. ეს იმიტომ დაიწერა რომ აი ამ სოფელში ხო ჩამოსახლებული თურქები სახლდებიან და ქართველებს არ მოსწონთ ეს საკითხი რა. ეხლა მაგარი უნდა გეჩხუბოთ ქართველებს, იმიტომ რომ რა არ მოგწონთ ვერ გავიგე. ცარიელი მიყრილი მიწები რო გაქვთ და რო ფუჭდება მიწები და საცხოვრებელი ადგილები რომ ველურდება. ბავშვებო! გარეთ გადით მეთქი რო გითხარით. ცარიელი მიწები რო ველურდება, ეხლა ყვირილი კი არა, ამაზე უარესად ვიყვირებ კიდე რა, თუ საჭირო გახდა. ხედავთ როგორი აგრესია გადავიტან ეხლა ბავშვებზეც აისახა, იმიტომ რომ ერთმანეთს ცემა დაუწყეს. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ თქვენ ქართველები, რომლებიც დადგებით და მოაღებთ პირს და იტყვით, რომ ეს დაენგრეს და ის დაენგრეს და აქ ვინც ჩამოასახლეს, იცი რა არის? მე გეტყვით ერთ რამეს რა. ნება იბოძეთ, აიღეთ, ასწიეთ ეს ტრაკები და გადასახლდით იმ ადგილებში, სადაც ცარიელია ხალხო. ჩამოგისახლებენ კი არა, თავზე დაგამხობენ მიწებს ხალხო. რის ეჩხუბებით და რას ეჩხუბებით ვერ გავიგე. რომ არ ჩამოასახლონ თურქები? რატო არ ჩამოასახლონ თურქები?
იმიტომ რომ ეს საქართველოს მიწები ჩვენია, ჩვენი არა, ბებია ჩვენისა არის, ხალხო. თუ ჩვენია, მაშინ მოუარეთ. და რო ვერ უვლით? უვლით. აბა სად ჩემ ფეხებში უვლით, გამაგებინეთ ერთი რა. მიტოვებული გაქვთ, აგერ დავდივარ ანაკლიაში, იყიდება, ყველაფერი იყიდება, აწერიაზე. რას აკეთებთ, გამაგებინეთ, აწახვედით. რა განერვიულეთ? თუ თქვენ ვერ უვლით მიწებს, სხვა მე ვენახე მოვაო, არ იძახის ქრისტე? და სხვა მე ვენახეც არ გინდათ? თუ ვისა წინააღმდეგებით, ღმერთზე წინააღმდეგებით? თუ თქვენია დადექით და ნება იბოძეთ და მოუარეთ ამ მიწებს რა. ნიკოლოზ, გარეთ გადიმეთ კი რა ვთქვი? ეს არის გამოცდა რა ხალხო რა. არც შენ გინდა რომ შენი შეირგო და არც სხვას გინდა რომ შეარგებინო რა. ვინ ჩემი ფეხების საქართველოს წარმოიდგენთ დღეს თქვენ, რა ჩემი ფეხების საქართველოს გაქვთ, გამაგებინეთ რა. თუ თქვენ საქართველოს გაქვთ და ამას საქართველოს ეძახით, არაფერს არ აკეთებთ საქართველოსთვის, გარდა იმისა რომ ყიდით მიწებს, აპარტახებთ და თქვენ თვითონ აფუჭებთ მიწებს და უცხოელებზე კი არ ყიდით კი არა და პირდაპირ ატენით ტრაქში უკაცრავად, ხო? და კიდე იმაზე გაქვთ პრეტენზია რომ არ ჩამოასახლონ აქ ადამიანები, რომლებსაც ქართული სისხლი აქვთ. რატო რუსებზე არ დაიწყეთ კივილი და წივილი, აი აქ რომ გადაგაჯიოდნენ თავზე და გადაგაჯვეს. სადაც არ წავედი ყველგან რუსული მესმის, გინდა მიუღწეվել ადგილში, აი სადაც ადამიანი არ არის, იქაც რუსული მესმის, ხალხო. და მაგაზე რატო არ ამოიღეთ ხმა? და ჩვენდან წასული ქართული სისხლის ადამიანები რომ ჩამოასახლეს ახლა აქ და რომ ასახლებენ, იმაზე ხო მაგრად ყვირი ხართ რა? სხვა მე ვენახეს აძლევს უკვე ღმერთი. იმიტომ რომ შენი ვერ შეირგე, გესმის? უტრაკო ხარ და უყვერულვაშო ხარ. იმიტომ ვერ შეირგე. მოუნდათ ეხლა ყვირილ-წივილი, რომ არ ჩამოვიდნენ, რატო არ ჩამოვიდნენ? რატო არ ჩამოვიდნენ, გამაგებინეთ? დასაქმებული გაქვს შენი მიწები, დამუშავებული გაქვს შენი მიწები, გაქვს მაგის ტრაკი რომ მოუარო თუ საქართველოში ხარ? რომელი ერთი თქვენგანი საქართველოშია, გამაგებინეთ? რაც არ არის დასახლებული იმის გაფუჭება არ სურს ღმერთს ამ დალოცულ მიწაზე, ხვდებით? და შენ რომ ვერ უვლი აგერ დავდივარ, თუნდაც ანაკლიაში, ხო? დავდივარ და გაველურებული არის უკვე გადაჯიშების გზაზე არის ის ადგილები, სადაც საცხოვრებელი იყო ადრე. რატომ? იმიტომ რომ ყველა საზღვარგარეთ ხართ წასული და შემოვლენ აქ სხვა მე ვენახეები. აბა როგორ გონიათ თქვენ, ვერ გავიგე. თქვენ გონიათ რომ აქ Facebook-ზე ტლიკინით რამეს მოაგვარებთ? ბებია თქვენისას მოაგვარებთ რამე ტლიკინით, ჩამოეტიეთ და დაეტიეთ თქვენს მიწაწყლებზე და მოუარეთ, მაგრამ ეგეც გეზარებათ. იმიტომ რომ კომფორტში გადაიზარდეთ ევროპაში. ხო და მოგივლით ეგ კომფორტული ევროპა რა. მოგივლით და აქ ჩამოიყვანეს სხვა მე ვენახეებს და საერთოდ არანაირი პრობლემა არ გამაჩნია მე. ქართველი სისხლის წარმომადგენლები რომ ისე უკან დაუბრუნდნენ თავის მიწაწყალს. ვერ ხედავთ რას აკეთებს ღმერთი? თუ სლავები გირჩევნიათ. რუსები და უკრაინელები გირჩევნიათ, ხო? თავზე გადაგაჯდნენ მეთქი, ყველგან სადაც არ წავედი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში კახეთი იქნება ეს თუ ანაკლია თუ სადაც ვიყავი, არ ვიცი სად ვიყავი კიდე, სვანეთში ავდივარ ეხლა და იქაც ალბათ იგივე დამხვდება. რუსებს მიაქვთ აკაურობა ხალხო, რუსული მესმის, მიუსულელშიც კი ითქო, გეუბნებით რა. მაყლის საკრეფად წავედით მე და ჩემი ბავშვები და იქაც რუსები მოგვადგნენ თავისი პროჭიან ბარტყებიანად. იქაც რუსები მოგვადგნენ, ქართველებს ვეღარ ვხედავ. და თქვენ კიდე აი ჩამოასახლოთ თურქეთიდან წასული ქართველები. ბრავო, ბრავო.
გამოხიზლით რა ცოტა რა. დაიწყებ და გამომიხტებიანე. პატრიოტი ქართველები გამოხტნენ უცბად. დავაით რა.